დიდ ბრიტანეთში ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ავიაცია მოკავშირეთა ძალებთან ერთად წვრთნებში ჩაერთო. ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენები B-52-ები, რომლებიც ევროპის ბომბდამშენთა ტაქტიკური ჯგუფის ნაწილია, უკვე დიდი ბრიტანეთის ფეირფორდის სამხედრო ბაზაზეა. როგორც ნატოს ოფიციალურ ვებსაიტზეა აღნიშნული, სწავლების დროს ამერიკული ბომბდამშენები იმ რეალური სცენარის მიხედვით იმოქმედებენ, რომლის საჭიროებაც შესაძლოა კრიზისის დროს დადგეს. წვრთნებით გათვალისწინებულია საჰაერო მხარდაჭერის აღმოჩენა და სახმელეთო ძალებთან კოორდინირებული მოქმედება, რათა ზუსტი დარტყმებით პირობით მოწინააღმდეგეს მაქსიმალური ზიანი მიაყენონ. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მისიას, რადგან შესაძლებლობას გვაძლევს ვივარჯიშოთ ალიანსის წევრ სახელმწიფოებთან და პარტნიორებთან ერთად. მანევრები მიმართულია ურთიერთთავსებადობაზე და უგზავნის მკაფიო შეტყობინებას როგორც ჩვენს მოწინააღმდეგეს, ისე მოკავშირეებს. მანევრებში ჩართულია ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების 4 სტრატეგიული ბომბდამშენი. მიზანი ალიანსის წევრი და მოკავშირე ქვეყნების ავიაციასთან ინტეგრაციაა. განვახორციელებთ არაერთი სიმულირებული სამხედრო ოპერაცია, მათ შორის ახლო საჰაერო მხარდაჭერის აღმოჩენისა და ფრთოსანი რაკეტებით იერიშები, რაც ზრდის ჩვენი ძალების ეფექტიანობას. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოკავშირეებს შეატყობინა თითქოს 2025 წლიდან ამერიკა ნატოს სწავლებების დაგეგმარების პროცესში აღარ ჩაერთვებოდა. ერთ-ერთი შვედური მედია გამოცემა აღნიშნავდა, რომ ეს იმ ფაქტორით იყო გამოწვეული, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აქტივობები ძირითადად მიმართულია აზია-წყნარი ოკეანის რეგიონზე. ამ მოსაზრებას გარკვეულწილად ამყარებდა ალიანსის უახლესი სამხედრო სწავლება Steadfast Dart 2025. ამ წვრთნებს სამმა ქვეყანამ უმასპინძლა: ბულგარეთმა, საბერძნეთმა და რუმინეთმა. მანევრებში ჩართული იყო დაახლოებით 10,000 სამხედრო მოსამსახურე ნატოს წევრი 9 სახელმწიფოდან. ეს სახელმწიფოებია ბულგარეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, იტალია, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი, თურქეთი და დიდი ბრიტანეთი. ამერიკის შეერთებული შტატები არ მონაწილეობდა. წვრთნების დროს ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა შეამოწმეს, რამდენად შესაძლებელია ძალების სწრაფად გადაყვანა შავი ზღვის რეგიონში. როგორც ალიანსის ოფიციალურ ვებსაიტზეა აღნიშნული, ეს იყო ნატოს მოკავშირეთა სწრაფი რეაგირების ძალების პირველი მანევრი. ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ევროპისა და აფრიკის სარდლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერმა მარტინ ოდონელმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ალიანსის 32-ვე წევრ ქვეყანასთან ერთად წვრთნებს აგრძელებს. ამ განცხადების პარალელურად თანამედროვე ამერიკული ბომბდამშენები ევროპის ცის დასაცავად გამოჩნდნენ. თანამედროვე ამერიკული ბომბდამშენების როტაცია ევროპაში 2018 წლიდან მიმდინარეობს. ისინი ოპერირებისთვის ალიანსის წევრ რამდენიმე სახელმწიფოს, ნორვეგიის, რუმინეთის, ესპანეთისა და დიდი ბრიტანეთის ავიაბაზებს იყენებენ. გიორგი თუხარელი, ევრონიუს, ჯორჯია.